მოგესალმებით. წლების განმავლობაში ყოველთვის იყო მოარული ხმები იმაზე, რომ პოლიტიკური დასავლეთი შტატებისა და ევროკავშირის სახით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს საკუთარი გავლენისთვის იყენებდნენ. საუბარი იყო სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ანუ NGO-ების გამოყენებით ხელისუფლების შეცვლის სცენარებზე, რევოლუციების დაფინანსებაზე, სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობაზე ან მოწყობის მცდელობებზე, არატრადიციული და LGBT იდეოლოგიის გავრცელებასა და ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლაზე. საპასუხოდ კი ყოველთვის ისმოდა ტრაფარეტული პასუხები, რომ ასეთი ხმების გავრცელება შეთქმულების თეორიებია და მეტი არაფერი. სინამდვილეში კი ეს NGO-ები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კარგ და ნათელ მიზნებს ასრულებდნენ. ადამიანის უფლებებს იცავდნენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებას უწყობდნენ ხელს და დემოკრატიულ ღირებულებებს ამყარებდნენ. ამ ყველაფრის კომპლექსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბევრს ჰქონდა. ამიტომაც წლების განმავლობაში NGO-ს კრიტიკა პრაქტიკულად არ ხდებოდა და თუ ვინმე ამას გაბედავდა, იმ წამსვე იყო იარლიყების მიწებება, რომ პრორუსია, არ უყვარს ამერიკა, არ უყვარს ევროპა, ფაშისტია, ჰომოფობია და კიდევ ბევრი სხვა. შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევამ კი აჩვენა, რომ საქმე იმაზე უფრო სერიოზულად და შემაშფოთებლად ყოფილა, ვიდრე თავის დროზე მოარული ხმები ამბობდნენ დასავლურ გრანტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ყველასთვის გასაგებია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩახლართულ ქსელს კოორდინატორი სჭირდება. კოორდინატორის დეკლარირებული საქმიანობა კი უნდა იყოს ისეთი ლამაზი სიტყვებით გამოხატული, როგორიც არის მაგალითად საერთაშორისო განვითარების სააგენტო. მიზნები კი ქაღალდზე, რა თქმა უნდა იყოს საერთაშორისო დახმარება სხვადასხვა მიმართულებით, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული და სოციალური პროგრამებით დასრულებული. საუბრობთ შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე, ანუ USAID-ზე. USAID-თან დაკავშირებით უკვე ისეთი სკანდალი გასკდა, რომ ამას ალბათ ტრამპისა და მასკის ყველაზე რადიკალი მოწინააღმდეგეებიც ვერ ივარაუდებდნენ. აღმოჩნდა, რომ USAID-ის საშუალებით ფინანსდებოდა სახელმწიფო გადატრიალებები. ტრამპის ადმინისტრაციაში შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ვიდეოსაც აზიარებდა, რომელშიც საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების კადრებიც არის შესული. მასკის კომენტარით USAID დანაშაულებრივი ორგანიზაცია არის. ცოტა ხანში ისიც გავიგეთ, რომ USAID საერთოდ აუქმებენ, ან ისეთ რეორგანიზაციას გაუკეთებენ, რომ მისგან ძველი აღარაფერი დარჩეს. ამას კი უშუალოდ უკვე მარკო რუბიო შეასრულებს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, რომელიც ამავდროულად იქნება USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. და ეს ყველაფერი არ არის. თეთრი სახლის სპიკერმა კეროლაინ ლევიტმა მოკლე სიაც გაგვაცნო, თუ რით იყო დაკავებული USAID. 2,5 მილიონი დოლარი თანასწორობის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროექტებში სერბეთში იხარჯებოდა. აქ ძირითადად ნეოლიბერალური მიმართულებებით მუშაობა იგულისხმება. 70,000 დოლარი ირლანდიაში იმავე მიმართულებით მუსიკალურ პროექტებზე. 47,000 დოლარი ტრანსგენდერულ ოპერებზე კოლუმბიაში. 32,000 დოლარი ტრანსგენდერულ კომიქსებზე პერუში. ხომ გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ აისბერგის წვერია და ფსკერამდე კიდევ ბევრია დარჩენილი. გასაგებია და ამ ყველაფერს რომ ილონ მასკი დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მიხედავს, ესეც ფაქტია. რობერტ კენედი უმცროსი, რომელიც დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ის USAID-ს CIA-ს, ანუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფარად ასახელებს, რომლის საშუალებითაც 2014 წელს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ამაში ამერიკელებს 5 მილიარდი დოლარი დაუხარჯავთ. შორს რომ არ წავიდეთ და დიდი ანალიზი არ გავაკეთოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების დაზვერვამ მოაწყო 2014 წლის მაიდანის მოვლენები უკრაინაში და ამისთვის USAID გამოიყენეს როგორც დემოკრატიის გავრცელების საფარი. მაშინაც ხომ სულ იმაზე იყო საუბარი, რომ თურმე უკრაინაში დემოკრატიის დამყარებას დომებიათ. როგორც კენედი ამბობს, არ ყოფილა ასე. სხვათა შორის ისიც საინტერესო დეტალია, რომ რობერტ კენედი უმცროსი შტატების პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმისშვილია. ორგანიზაცია USAID კი სწორედ ჯონ კენედის დაუარსებია 1961 წლის 3 ნოემბერს. კრიტიკოსებისთვის ვიტყვით, რომ სულ მცირე ალბათ მორალური უფლება მაინც აქვს რობერტ კენედის გააკრიტიკოს USAID. როდესაც უკრაინაში 2014 წლის მოვლენებსა და მაიდანის სცენარზე ვსაუბრობთ,
უნდა ვახსენოთ საქართველოს. აქაც ხომ რამდენჯერმე ვნახეთ უკრაინული მაიდანის მოწყობის მცდელობები, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მიზეზები ბევრი იყო. ჯერ ომში ჩართვაზე უარს აპროტესტებდნენ ქუჩაში. ვიღაცას სირცხვილის სწვავდა, რომ ქვეყანამ მშვიდობის პოლიტიკა არჩია. შემდეგ კრიმინალი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა და მისი პატიმრომაში ჩატარებული საქმენი საგმირონი გახდა ქუჩის აქციების მიზეზი. შემდეგ იყო არჩევნების გაყალბების მომიზეზებები. იყო კანდიდატის სტატუსით манипуლირება და ისევ ქუჩაში სირბილი. ბოლოს კი გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ ვხედავთ უკრაინული მაიდანის მოწყობის მცდელობას. მთლიანობაში კი მიზანი მარტივია. მიზანია მოხდეს ის, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში კი ტრაგიკული პროცესები სწორედ იმ 5 მილიარდი დოლარითა და მაიდანის სცენარებით დაიწყო, რომელიც კიდევ უფრო ტრაგიკული ომით გაგრძელდა და სამწუხაროდ ჯერ არ დასრულებულა. USAID-ის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. USAID 10 წლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული უმსხვილესი ორგანიზაცია იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა. მათი ყოველწლიური ბიუჯეტი 50 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ერთის შეხედვით ეს უწყინარი ორგანიზაცია იჩემებდა, რომ დემოკრატიის მხარდაჭერით და საერთაშორისო განვითარებით იყო დაკავებული, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? არსებობს თუ არა ერთი ქვეყანა მაინც, რომელმაც USAID-ის დახმარებით ეკონომიკური პროგრესი განიცადა, ან სადაც USAID-ის ხელშეწყობით მდგრადი დემოკრატია ჩამოყალიბდა. ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა USAID-ის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. USAID რადიკალი ავადმყოფების მიერ იმართება და ჩვენ მათ გავაძევთ. რატომ მოინდომა ტრამპმა ამხელა ისტორიის და გავლენების მქონე ორგანიზაციის შეკვეცა და დახურვა? USAID 1961 წლიდან იღებს სათავეს და ის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯონ კენედის განკარგულებით შეიქმნა. USAID-ის დახურვა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცვლილებას და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას უკავშირდება. თეთრი სახლის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ერთპოლარული მსოფლიო წარსულს შაბარდა. მასთან ერთად ძველი მსოფლიო წესრიგი და ამერიკული ჰეგემონია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა ის, რაზეც ბევრი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი თანხმდებოდა, მაგრამ გლობალისტები მაინც ჯიუტად არ აღიარებდნენ. ხანგრძლივი ცივი ომის ტრიუმფალურად დასრულების შემდეგ ორპარტიულ კონსენსუსს მივაღწიეთ. ეს იყო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ჩვენ ისტორიის ის ეტაპი დავასრულეთ და მსოფლიოს ყველა ერი დასავლური დემოკრატიის ნაწილი გახდებოდა და რომ საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდა, ჩანაცვლდებოდა ლიბერალური დღის წესრიგით და ყველა უარს იტყოდა ეროვნულ სუვერენიტეტსა და იდენტობაზე, რათა გამხდარიყო მსოფლიო მოქალაქე. ფიქრი ამის შესახებ იყო არა მხოლოდ ფანტაზია, არამედ საშიში ილუზია. ერთპოლარული სამყაროს დასასრული, რაც შეერთებული შტატების მიერ როგორც მსოფლიო ჰეგემონის და გლობალური ჟანდარმის როლზე უარის თქმას ნიშნავს, ასევე იმ ინსტიტუტების დემონტაჟს გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ეს ხორციელდებოდა. USAID-ს კი ამ პაზლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. USAID შეერთებული შტატების გლობალისტური მიზნების განხორციელებას ემსახურებოდა მთელ მსოფლიოში. ის ამერიკული რბილი ძალის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. ეს ორგანიზაცია თითქმის ყველა კონტინენტზე ამერიკული ლიბერალური და ნეოლიბერალური დღის წესრიგის გავრცელებით იყო დაკავებული. USAID აფინანსებდა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ლიბერალურ მედიას, აქტიურად ერეოდა სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობაშიც იყო შემჩნეული და ერთგვარ ქსელს ქმნიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც სტუდენტების, აკადემიური წრის წარმომადგენლების და სახელმწიფო ჩინოვნიკების ინფილტრაცია ხდებოდა. როცა საჭირო იყო USAID შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანური რესურსის გააქტიურებას ახდენდა სხვადასხვა ქვეყნებში. პოლიტიკური ქაოსის, რეჟიმის ძალადობრივი ცვლილების და მთავრობაში შეერთებული შტატების გავლენის აგენტების მოსვლის მიზნით. 2014 წელს უკრაინაში არეულობები მოხდა, რომლებიც ცნობილია როგორც მაიდანის აჯანყება. ჩვენ არ გვითხრეს, რომ ამ არეულობებს ვაფინანსებდით, არც გაზეთებმა, არც ჩვენმა მთავრობამ. USAID-მა, რომელიც სინამდვილეში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საფარია, 5 მილიარდი დოლარი ჩადო ამ არეულობების დაფინანსებაში. ეს არეულობები გადაზრდილ იქნა გადატრიალებაში, რომელმაც დაამხო უკრაინის პირველი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. მაგრამ USAID-ს ამ ყველაფრის დამოუკიდებლად ორგანიზება გაუჭირდებოდა, ამიტომაც დროთა განმავლობაში
შეიქმნებოდა მისი შვილობილი ორგანიზაციები. დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას შეიქმნა USAID-ის ბიუჯეტის ფარგლებში. ცივი ომის დროს დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის მეშვეობით ევროპაში მემარჯვენე რადიკალიზმის აქტიური მხარდაჭერა ხდებოდა ევროპაში სოციალისტური იდეების პოპულარობის ზრდის შესაკავებლად. საკმარისია WikiLeaks-ის საძიებო სისტემაში დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის სახელით ჩაწეროთ, რომ ასობით სხვადასხვა მტკიცებულება და დოკუმენტი იხილოთ ორგანიზაციის მიერ ჩადენილი შავბნელი საქმეების და დანაშაულების შესახებ. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს დემოკრატიასთან ძალიან ცოტა აქვს საერთო და პირიქით უამრავი ანტიდემოკრატიული ქმედება აქვს განხორციელებული. მას შემდეგ, რაც USAID-ის მონაწილეობით დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი შეიქმნა, საჭირო იყო კიდევ ახალი ორგანიზაციები გლობალური ქსელის ჩამოსაყალიბებლად. დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა თავის მხრივ ორი ჩვენთვის კარგად ცნობილი ამერიკული ორგანიზაცია, IRI, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და NDI, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი შექმნა. ორივე ორგანიზაციამ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მსოფლიოში ამერიკული ჰეგემონიის გასამყარებლად, რაზეც ის მეტყველებს, რომ IRI-ის დიდი ხნის განმავლობაში ჯონ მაკეინი ხელმძღვანელობდა, ხოლო NDI-ის მადლენ ოლბრაიტი ედგა სათაოში, რომელიც ერაყისთვის დაწესებულ სანქციებს ამართლებდა. 1990 წელს ერაყისთვის დაწესებულმა სანქციებმა მოსახლეობის ტოტალური გაღარიბება და შიმშილი გამოიწვია, რის შედეგადაც 9 მილიონი ბავშვი დაიღუპა. We have heard that 500,000 children have died. ჩვენ გავიგეთ, რომ 9 მილიონი ერაყელი ბავშვი დაიღუპა. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჰიროშიმაში დაღუპული ბავშვების რაოდენობა. ღირს კი ეს ამად. Is the price worth it? მე მგონია, რომ ეს რთული არჩევანია, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ეს ამად ღირს. USAID-ის და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საქმიანობა უკეთესად რომ წარმოვიდგინოთ, მოვუსმინოთ ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალენ ვაინშტეინს. ბევრი რამ, რასაც დღეს დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი აკეთებს, ადრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პრეროგატივა იყო. USAID-ით დაწყებული ორგანიზაციების გლობალური ქსელი შეერთებული შტატების ბატონობის გამყარებისთვის და არასასურველი მთავრობების დამხობისთვის ყველა გზას მიმართავდა. როგორც გრაფიკაზე წარმოდგენილ სქემაზეა, ამ ყველაფერში უამრავი ორგანიზაცია და ადამიანი იყო ჩართული. ეს გავლენის აგენტურის საკმაოდ ფართო ქსელი იყო. ლირიკის დონეზე ეს ყველაფერი ლამაზად გაფორმებული იყო დემოკრატიის ბრენდინგის ქვეშ, რასაც ამერიკული იმპერია თავისი ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკისთვის იყენებდა. USAID აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიულად არჩეული მთავრობების ძალადობრივ ცვლილებაში. USAID-ის აქტიური დაფინანსებით 2000 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს სერბეთში, რომელიც ბულდოზერის რევოლუციის სახელითაა ცნობილი. შემდეგ იყო საქართველო, ვარდების რევოლუცია. მათ მიერ დატრეინინგებული კმარა, თავისუფლების ინსტიტუტი და მსგავსი ორგანიზაციები, რომელთა წევრები შემდეგ ხელისუფლებაში დაგვისვეს. საქართველოს უკრაინა მოყვა, სადაც ორჯერ დაამხეს მთავრობა. ჯერ ნარინჯისფერი რევოლუციის დროს 2004 წელს და შემდეგ უკვე ევრომაიდანის დროს 2014 წელს. მთელი პროცესი სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციების მიერ ორკესტრირებულად იმართებოდა. ისინი აფინანსებდნენ ჟურნალისტებს, მედია საშუალებებს, ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო სექტორს, სტუდენტურ ორგანიზაციებს, ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, ჩინოვნიკების გადაბირებასაც კი ცდილობდნენ სხვადასხვა ტრეინინგების საშუალებით. ამას ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პირდაპირ ეთერშიც კი აღიარებდა. მაფინანსებს European Endowment for Democracy, National Endowment for Democracy, Soros's ფონდი მაფინანსებს, ბრიტანეთის მთავრობა მაფინანსებს. ჩემი სადოქტორო პროგრამა დაფინანსდა $250,000 ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან. დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი არაბული გაზაფხულის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო. ერთმანეთის მიყოლებით მასობრივი ქაოსი გამოიწვიეს ტუნისში, ლიბიაში, ეგვიპტეში, იემენში, სირიაში. ლიბიაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ ქვეყანაში მონობა დაბრუნდა. დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის მიერ ორგანიზებულმა და მხარდაჭერილმა პროტესტებმა 2019 წელს ბოლივიაში ფერადი რევოლუცია გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტი, სოციალისტი ევო მორალესი აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა თავისი 14 წლიანი მმართველობის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებს შორის. დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი გარეული იყო ასევე ჰონკონგის საპროტესტო აქციებში 2020 წელს. ორგანიზაციის ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად
2020 წელს ჰონგ-კონგში 2 მილიონი დოლარი იყო დახარჯული სხვადასხვა პროექტებზე, რაც ძირითად მიზნად ისახავდა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნების ჩაშლას. USAID-მა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში 10 მილიონი დოლარი დახარჯა პოლიტიკური დაძაბულობის შესაქმნელად. არასამთავრობოების გავლით საქართველოში 41.7 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა ბოლო არჩევნების დროს. საქართველოს მოსახლეობას და ეკონომიკას თუ გავითვალისწინებთ, ეს საკმაოდ დიდი თანხაა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოსახდენად. USAID-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც სცადა საქართველოში პოლიტიკური რყევის გამოწვევა. USAID-ის მიერ რამდენიმე მილიონი დოლარი დაფინანსებულმა ისფედმა ხმების პარალელური დათვლა გააყალბა და საქართველოში მასობრივი მღელვარების გამოწვევას სცადა. არა თუ ისფედი, თავად USAID იყო ჩართული 2020 წელს ყალბი შედეგების პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გავრცელებაში და ეს თავად ისფედმაც აღიარა, რომ USAID-ი იცოდა 2020 წლის ჯერ კიდევ ოქტომბერში, მალევე იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და მიუხედავად ამისა, არათუ პროაქტიულად არ უთხრა ხელისუფლებას და ქართველ ხალხს USAID-ი, რომ ეს იყო მცდარი და აქედან გამომდინარე ამაზე არ უნდა აწყობილიყო რაღაც კამპანიები, არამედ პირდაპირ მალავდა მათ შორის უშუალო შეხვედრების დროს არ უთქვამთ ჩვენთვის, რომ იცოდნენ ამის შესახებ, რომ იყო მცდარი. USAID-ის დაფინანსებით 2023 წლის ოქტომბერში საქართველოში კანვასის სემინარი ჩატარდა, სადაც ახალგაზრდების ინსტრუქტაჟი ხდებოდა დაუმორჩილებლობის და გადატრიალების მოსაწყობად. აი ასეთი დანაშაულებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების ახალისებას ახდენდა USAID-ის და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის გლობალური ქსელი საქართველოში თუ სხვა ნებისმიერ კონტინენტზე, კუბით დაწყებული ჰონგ-კონგით დამთავრებული. 3 თებერვალს თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე სკანდალური პუბლიკაცია გამოჩნდა, სადაც საუბარია USAID-ის მხრიდან ფულის გაფლანგვაზე და დანაშაულებრივ საქმიანობაზე. USAID იმდენად უნიკალური ორგანიზაციაა, რომ ერთდროულად ახერხებდა ტრანსგენდერების და ტერორისტების დაფინანსებას. ტრანსგენდერების ოპერის დაფინანსება კოლუმბიაში, ტრანსგენდერების კომიქსის გამოშვება პერუში, ასობით ათასის საჭმლის პორციის შეძენა ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტებისთვის სირიაში, საირიგაციო არხების, სასოფლო-სამეურნეო დანადგარების და სასუქების დაფინანსება, რაც ყაყაჩოს უპრეცედენტო რაოდენობის მოსაყვანად და ჰეროინის წარმოებისთვის გამოიყენებოდა ავღანეთში. ეს ყველაფერი ხდებოდა 10 წლეულების განმავლობაში, ნათქვამი განცხადებაში, მაგრამ ტრამპის პრეზიდენტობისას ფლანგვა, თაღლითობა და ძალადობა დამთავრდება. კიდევ ერთხელ კარგად რომ გავიაზროთ USAID-ის ორგანიზაციის მთელი არსი წარმოიდგინეთ იმ აქტივობების ერთობლიობა, რაშიც ფული იხარჯებოდა. პრეზერვატივების დარიგება აფრიკულ ქვეყნებში, ცისარტყელის დროშის ფრიალი LGBT ფრაიდებზე, ტერორისტების დაფინანსება, გადატრიალებების მოწყობა, საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანა და ფულის გათეთრება. ეს ნამდვილი სატირაა. USAID-ის ვებგვერდი აღარ იძებნება, სათავო ოფისი კი დაიხურა. დონალდ ტრამპმა 90 დღის განმავლობაში USAID-ის ყველა პროგრამის დაფინანსება შეაჩერა. ფსევდოლიბერალები აგონიაში არიან. USAID რომ მსოფლიოს მასშტაბით ხელისუფლებების გადატრიალებისა და მთავრობების შეცვლის ბერკეტი იყო, ამას ამბობს ყოფილი კონგრესმენი რონ პოლიც. რონ პოლი ამბობდა, რომ ყოველწლიურად USAID მილიარდობით დოლარს ხარჯავდა საზღვარგარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც ფუნქციონირებდნენ როგორც ჩრდილოვანი მთავრობები, ძირს უთხრიდნენ არჩეულ მთავრობებს, რომელთა ჩამოგდებაც შტატებს სურდა. საამისოდ USAID-ს ყველაფერი ჰქონდა, განსაკუთრებით კი ფული. მისი ბიუჯეტი მაგალითად 2023 წელს 43 მილიარდ 400 მილიონი დოლარი იყო და ორგანიზაცია 130 ქვეყანაში მოქმედებდა. ამ ფონზე სრულიად ბუნებრივია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ USAID-მა პოლიტიკური NGO-ების გავლით საქართველოში დაახლოებით 42 მილიონი დოლარი დახარჯა არჩევნებზე. გასაგებია, ეს ფული რასაც უნდა მოხმარებოდა, ყველაფერი ხელის ხულზე დევს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.